ქადაგებაში და მოღვაწეობაში და სიხარულში გამოჩნდა რაღაცა მსგავსი ლეგალისტური ქადაგებები, რომ თითქოს თუ რაღაცა შენი საქმით ამას არ აკეთებ, ვერ ცხონდები და რაღაცა უფრო სხვა რელიგიური ფორმისკენ წავიდა, რაც იდეაში ქრისტიანობას სხვა რელიგიისგან ის განსხვავება აქვს, რომ რელიგიები არის ზოგადად რა უნდა ქნა, რომ გადარჩე და ქრისტიანობა არის პირიქით, აი რა ქნა იესომ, რომ გადარჩენილიყავია, სრულად შეტრიალებულია პრინციპი. და ნუ რაღაც მსგავსი ქადაგება მოვისმინე სასულიერო პირისგან, რომ თუ არ მარხულობ, ვერ შეხვალ 60-ში და ნუ ეს ვიდეო ჩამიგდეს ანერვიულებმა იქ ზოგი სპორტსმენია ფიზიკურად ვერ მარხულობს, მე იქ ნუ მარხვას ხო კიდე სხვადასხვა დეფინიციები, ნუ როგორი დეფინიციაც არ უნდა გააკეთო, აირია ბევრი ჩემი მსმენელი, იმიტომ რომ მოსმენილი ქონდათ, რომ ეს სახარება კარგ ამბავს ნიშნავს და ეს არის საჩუქარი და ჩვენ კარგ საქმეებს იმიტომ კი არ ვაკეთებთ, რომ გადავრჩეთ, არამედ იმიტომ რომ გადავრჩით უკვე დაუმსახურებლად, ხო, მოციქულის ამ საქმით ვერც ერთი ხორციელი ღმერთის წინაშე ვერ გადარჩება. ასევე ჩვენ ხედავთ ფარისევლები მარხულობდნენ, ფაქტია, იესოს ეკითხებიან რომ შენი მოწაფეები რატო არ მარხულობენო და ნუ რო ვის გაუგია სიძე რო ამათთან არის იმარხ მოვადრო და იმარხულებენ ანუ იესო არ უარყოფს იმას რომ ფარისევლები ნამდვილად მარხულობდნენ უბრალოდ მათი პრობლემა ის იყო რომ უპირობო სიყვარულის მიღება არ შეეძლოთ და უპირობო სიყვარულს ქრისტესგან თუ მიიღებ სიყვარული შენ თვითონ არ გექნება და უსიყვარულო ყველაფერი საშინელება მოციქული ამბობს რომ ეს სულ რო ყველაფერი მქონდეს სიყვარული თუ არ მაქვს არაფერი ვარ ამიტომ მე გამოვეხმაურე ამ ვიდეოს და ვთქვი ასეთი რაღაც რომ ადამიანის თუ ვერ მარხულობს ან მარხვას კიდე რაღაც სხვაგვარი დეფინიცია გავუკეთებს მით უმეტეს ხო რაღაცა იქ 5 სტროფის ორგანოსთან დააკავშირებს მით უმეტეს ადამიანმა იცის რომ უძლურია და თავისი ძალისხმევით ვერ გადარჩება ხო ჩვენ ქრისტიანები ვარ და ვიცით რომ გადარჩენა არის დაუმსახურებელი საჩუქარი რაც ქრისტეს ჯვარცმით და მისი ცოდვების მიტევებით მივიღეთ ხო მანიტვირთა ჩვენი ცოდვები და თქვი რომ ადამიანი იმიტომ კი არ მარხულობს რომ გადარჩეს ამრამედ მარხვა ამ შემთხვევაში არის გადარჩენის შედეგი და ჩვენ სიხარულით ვაკეთებთ ამ ყველაფერს და სამწუხაროდ ამას მოყვა ჩემს მიმართ ძალიან დიდი აგრესია და თითქოს რაღაცა აი ის შეხედულებაა სამწუხაროდ საზოგადოებაში რომ აი სასულიერო პირი არ შეიძლება შეცდომას ამბობდნენ 2+2 5-ია მამაომ თქვა ასე და ასე შემდეგ მსგავსი შეხედულებები და ისე მოხდა რომ უამრავი ადამიანი დამიპირისპირდა თან ისე რომ რაღაცა სხვადასხვა იარლიყების მოკერება რომ თითქოს მე რაღაცა მართლმადიდებელი არ ვარ თითქოს ქრისტიანობას არ ვხადაგებ და ასე შემდეგ თან ყველაზე საწყენი ის იყო რომ ნუ ამდენი ხანია მიცნობს მე ეს ხალხი ძალიან ბევრი მათგანი მე თვითონ ვიცი ვინც არიან და ამდენი ხანია ქრისტიანობას ვხადაგებ სხვადასხვა მსოფლმხედველობის ადამიანებს ვესაუბრები ლაივში ათეისტებს წმინდა წერილს ვკითხულობ და ერთი მადლობა არც ეს არ უთქვამს აი ესე რომ აი თუ თვლიანო მე შემეშალა რამე თქვათ რომ აი კი რაღაცა ეს ადამიანი კი აი კარგ საქმეს აკეთებდა მაგრამ აი თითქოს რაღაც არა აგრესიით აი მათში იმიტომ რომ აი ზოგადად ადამიანები ეგრევე გაგწირეს კი ანუ ადამიანები რომლების გულსაც უფალი არ შეხებია მათთვის ყველაზე გამახიზიანებელი არის ეს რომ ეუბნები რომ დაუმსახურებლად გადარჩა. აი როგორც სიმონს აღიზიანებდა რომ მეძავი ქალი იესოს ეხებოდა და იესომ მას ცოდვები მიუტევა და აი სიმონისთვის აი გამწარებულია. ხო ანუ თვითონ კაი ტიპია და ეხა მეძავს რო ცოდვებს მიუტევს აბა ასევე არის აი მათთვის მიუღებელი რომ ვიძახი რომ გადარჩენა არის დაუმსახურებელი საჩუქარი აი მოციქული პირდაპირ ბიბლიაში წერია საჩუქარია ხო 60-დღე ანუ საჩუქრის დეფინიცია რა არის რომ რაღაცა რაც გეძლევა დაუმსახურებლად მიუხედავად იმისა რომ არ იმსახურებ. უპირობო სიყვარული მათთვის მიუღებელი იმიტომ რომ თვითონ თვლიან ამ ლეგალისტურ ცრუ სისტემაში არიან ფარისეულში რომ თვითონ იმსახურებენ და ამიტომ ეხა შენ რო არ იმსახურებ აბა თვითონ დაიმსახურა და აბა შენ როგორ ბედავ რომ აბა ზედმეც აკეთებ და ხო ნუ ეს აი თავის დაბრმავება რაც ფარისევლებს ქონდათ რა თქმა უნდა და ეს ძალიან კარგად ჩანს სახარებაში